საღამო მშვიდობისა, მე ვარ თეონა გეგელია და თქვენ უყურებთ ნამდვილ ისტორიებს. დღეს ვილაპარაკებთ ქალზე, არა ლამაზზე და მშვენიერზე, მაგრამ ბევრი თვალსაზრისით საინტერესო ქალზე. ძალიან ცნობილზე, სულ ცოტა ჩემი თაობისთვის მაინც, მაგრამ არა პოპულარულზე. მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის ვლადიმერ ლენინის ერთადერთ ცოლზე, ნადეჟდა კრუპსკაიაზე. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს, იწონებს და აზიარებს ჩვენს ვიდეოებს, ჩვენს ძველ და ახალ გამომწერებს. თითოეული თქვენი კომენტარი, მოწონება თუ გაზიარება ეხმარება ალგორითმს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიზიდოს ჩვენს არხზე. ეს კი ნიშნავს მეტ და უკეთეს ეპიზოდს. იყო ასეთი ცნობილი რუსი მხატვარი, ფერმწერი და მოქანდაკე ნიკოლაი გი, საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის წევრი, ლევ ტოლსტოის მეგობარი, რომელმაც 1893-94 წლებში შექმნა ნახატი ჯვარცმა. დღეს ეს ნამუშევარი დაკარგულია, სავარაუდოდ ვიღაცის კერძო კოლექციაშია, ხოლო პარიზის ორსეს მუზეუმში დაცულია გეს მეორე ჯვარცმა, რომლის ხატვაც მან 2 წლით ადრე დაიწყო და აღარ დაასრულა, იმიტომ რომ არ მოეწონა. დასრულებული ჯვარცმა კი მე-19 საუკუნის ბოლოს იყო შვეიცარიაში, სადაც ის მხატვრის შვილმა გაიტანა და გაიტანა იმიტომ, რომ რუსეთში ნამუშევარი აკრძალეს. 1894 წელს პერედვიჟნიკების მე-12 გამოფენაზე ის ნახა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ და ექსპოზიციის ოფიციალურ გახსნამდე ნამუშევარი პირადად აკრძალა. ანუ გამოსცა დოკუმენტი, რომლითაც ამ ნახატს ვერ გამოფენდნენ მუზეუმებში და საგამოფენო სივრცეებში. ის არ მოსწონდა მართ ზოგიერთ პერედვიჟნიკს და არც მეცენატ ტრეტიაკოვს, ვიდრე ნახატი ევროპაში აღმოჩნდებოდა, მას მხატვრის მეგობრები და ახლობლები კერძო ბინებში ნახულობდნენ. ასე ნახა ის ქალბატონმა კრუპსკაიამ, იმ დროს ახალგაზრდა მასწავლებელმა, რომელსაც თავისი ზრდასრული მოსწავლეები ღამის სკოლიდან, ძირითადად მუშები რა თქმა უნდა, ორგანიზებულად ყავდა ნამუშევრის სანახავად წაყვანილი. და შემდეგ აღფრთოვანებული წერდა გეს ამ ნამუშევრის შესახებ. არავინ იცის მართლაც მოეწონა მას ეს ნახატი თუ იმიტომ მოეწონა, რომ იმპერატორმა აკრძალა. მაგრამ ესეთი ეპიზოდიც არსებობს იმ ქალის ბიოგრაფიაში, რომელიც ბევრი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირში აკრძალავს ყველა ლიტერატურულ ნაწარმოებს, მთელ რუსულ და მსოფლიო ლიტერატურულ კლასიკას, რომელიც მისი აზრით იქნება მავნე და დამაზიანებელი ათეისტური კომუნისტური იდეოლოგიისთვის. ნადეჟდა კრუპსკაიას შესახებ, როგორც ადამიანის შესახებ, მასალის მოძიება არ არის ძალიან იული. თავისი ბელადი ქმრის მსგავსად, ისიც კარგად მითოლოგიზებული ფიგურაა და ამ უკიდურესად პროპაგანდისტულ საბჭოთა ისტორიაში კრუპსკაია არ არის ერთადერთი, ვისი ადამიანური განცდების დანახვაც მარტივია. დასავლელი მემარცხენე და ფემინისტი ავტორების ნაწილში მას გმირის რეპუტაცია აქვს. ანტიკომუნისტურ წრეებში მონსტრის. ვინ იყო სინამდვილეში ეს ქალი, შევეცდებით გავარკვიოთ დღევანდელ ეპიზოდში. ნადეჟდა კრუპსკაია დაიბადა სანქტ-პეტერბურგში 1869 წლის 26 თებერვალს, აზნაურების ოჯახში. ის ლენინზე 1 წლით უფროსი იყო. საბჭოთა პერიოდის ფოტოებში ეს არის უხასიათო, ასაკოვანი ქალი, შეიძლება ითქვას მოხუციც კი, სულ უკმაყოფილო სახით, სათვალეში. ის მუდმივად ზის ლენინის გვერდით ან გარშემორტყმულია ბავშვებით, ოქტომბრელებით ან პიონერებით, როგორც მისი ქმარი ბევრ ფოტოსა თუ ნახატში. ოღონდ ლენინის სიცოცხლეში ის მოხუცი არ იყო. კრუპსკაია 55 წლის დაქვრივდა, 55 წელი კი განსაკუთრებით დღევანდელი პარამეტრებით მით უფრო თუ ქალი მოვლილია, მოხუცის კატეგორიაში ნამდვილად არ შედის. მამამისი კონსტანტინე კრუპსკი იყო ოფიცერი პოლონური ფესვებით. ცნობილი პოლონური აჯანყებისას რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მეორის მეფობის დროს კონსტანტინე გულშემატკივრობდა აჯანყებულებს, რის გამოც დაკარგა სამსახური. შემდეგ აღადგენენ, მაგრამ მალე გარდაიცვლება. საკმაოდ ახალგაზრდა, როდესაც ნადეჟდა კრუპსკაია სულ 14 წლის იყო და ერთადერთი შვილი იყო ამ ოჯახში. დედა ელიზავეტა ვასილის ასული, მთელი ცხოვრება მუშაობდა აღმზრდელად, მაგრამ ოჯახს კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მამის მეგობრები არ დატოვებენ გოგოს უყურადღებოდ. ის ჩააბარებს სანქტ-პეტერბურგის ობოლენსკის სახელობის კერძო გიმნაზიაში და დაამთავრებს მას ოქროს მედალზე.
როგორც მისი თანამედროვეები იხსენებენ, ლამაზი არა, მაგრამ მშვენიერი გოგო იყო გარეგნულად, ცისფერთვალება, ქერათმიანი და რაც მთავარია ჭკვიანი. მაგრამ სწორედ ამ პერიოდიდან ძალიან ადრე, შესაძლოა თავის ქმარზე ადრეც, მას გაიტაცებს მარქსისტული იდეები, სოციალური სამართლიანობის იდეები. გერმანული სწავლასაც კი დაიწყებს, რომ მარქსი და ენგელსი ორიგინალში წაიკითხოს. ის შეპყრობილი იყო მათი იდეებით, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჩააბარა ბესტუშევის ცნობილ კურსებზე, რაც ქალისთვის იყო უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, ერთ წელიწადში დაანება იქ სწავლას თავი, რადგან ჩათვალა, რომ დრო იყო ხალხისთვის სარგებელი მოეტანა. ემუშავა მასწავლებლად, გაენათლებინა ადამიანები, ვისაც ეს სჭირდებოდა. ოღონდ ამისთვის სოფლებში არ წასულა, როგორც ნამდვილი ნაროდნიკები აკეთებდნენ, არამედ დაიწყო მუშაობა სანქტ-პეტერბურგის ღამის სკოლაში ზრდასრულებისთვის, მუშებისთვის. ასეთი ქცევა იმ დროს უკვე განსაკუთრებული არ იყო, მაგრამ არც ტიპური ქცევა იყო. იქ გაუჩნდა თაყვანისმცემლები, იყო ასეთი ცნობილი ბოლშევიკი, ბაბუშკინი, რომელიც მას ლექსებს უძღვნიდა. მაგრამ ნადეჟდა იყო მკაცრი გოგო. მთავარი მისთვის იყო ცოდნის გაცემა. იმავე დროს ამ თავის ზრდასრულ მოსწავლეებს ნახევრად იატაკქვეშეთში ასაქმებდა, რაღაც ლიტერატურას ავრცელებდნენ ერთად. ესაა რეაქციის წლები, როდესაც მეფეა ალექსანდრე მესამე, ნიკოლოზ მეორე შემდეგ იქნება. ამ საგანმანათლებლო აქტივიზმის ნაწილი იყო ის ფრაგმენტი გამოფენიდან, რასაც ზემოთ გიამბეთ. და აი ამავე 1894 წელს ნადეჟდა კრუპსკაია გაიცნობს ვლადიმერ ულიანოვს. ახალგაზრდა მარქსისტს, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა, რომ ექსტერნად დაასრულოს იურიდიული განათლების მიღება, რასაც შეძლებს კიდეც. საინტერესოა კონტექსტი. ლენინის ძმა ალექსანდრე იყო სიკვდილით დასჯილი მეფეზე თავდასხმის მომზადებისთვის, მაგრამ მის ძმას არავინ ერჩევდა. დადიოდა თავისუფლად, სწავლობდა, პერსპექტიული იურისტიც გახდა. კრუპსკაიას ის გაიცნობს კონსპირაციულ ბინაში. გოგო იყო 25 წლის, ულიანოვი 24-ის. ოღონდ თავიდან ლენინს მოეწონა არა კრუპსკაია, არამედ კრუპსკაიას მეგობარი, ასევე რევოლუციონერი, სოციალისტი აპოლინარია იაკუბოვა. თან უბრალოდ კი არ მოეწონა, ცოლობას თხოვა, მაგრამ მიიღო სრდილობიანი და მტკიცე უარი. ვლადიმერ ულიანოვს ამ დროს უკვე ჰქონდა მეცახელი მოხუცი, შესაბამისად დიდად მიმზიდველი პარტია ახალგაზრდა გოგოსთვის ვერ იქნებოდა. აპოლინარიას შემდეგ ის გადაერთვება ნადეჟდაზე. არსებობს მოსაზრება, რომ თავად ნადეჟდამაც იაქტიურა. არა იმიტომ, რომ გათხოვებაზე ოცნებობდა, პირიქით არ იყო ეს მისი მიზანი, უბრალოდ დაუგეგმავად იპოვა თანამოაზრე, რომელიც შეუყვარდა. კრუპსკაია იმ წლებში იმაზე ლამაზია, ვიდრე ძველ ფოტოებზე ჩანს, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. სხვათა შორის, თანამედროვე ეპოქაში მას სკარლეტ იოჰანსონსაც ამსგავსებენ, ქსელში არაერთხელ თქმულა ამის შესახებ და მართლაც გავს ამ მსახიობს, ოღონდ იოჰანსონი ლამაზია და კრუპსკაია ლამაზი და მომხიბვლელი არ არის და არასდროს ყოფილა. მაგალითად არ თვლიდა საჭიროდ, რომ ლამაზად უნდა ჩაეცვა. როგორც იხსენებენ, მას პატივს უფრო სცემდნენ, ვიდრე უყვარდათ. ლენინის მრავალი წლის მეგობარი, გლებ გრჟიჟანოვსკი მოგვიანებით იხსენებდა, რომ ვლადიმერ ლენინს შეეძლო უფრო ლამაზი ქალის პოვნაც. აი ჩემი ზინა, თავის სულზე ამბობდა, ლამაზია, მაგრამ ნადეჟდასნაირი ჭკვიანი და საქმის ერთგული ჩვენ არავინ მყავდაო. ამასობაში ულიანოვს აპატიმრებენ და ასახლებენ შუშინსკში, სადაც ის მშვენიერ პირობებშია. სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს, მოსუქდა, ნადირობს და თავის საქმეებით ერთობა. იმავე პერიოდში კრუპსკაიასაც დაიჭერენ და გადაასახლებენ უფაში. ამ დროს ლენინთან მას აქვს მიმოწერა, ისეთი ნაკლებად რომანტიკული, მაგრამ მეგობრულ საქმიანი. კრუპსკაია მოითხოვს გადაიყვანონ შუშინსკში და ხელისუფლებაც თანხმდება. ზოგადად იმ დროს იმპერიაში ახალისებდნენ კიდეც ამ რევოლუციონერების რომანტიკულ ურთიერთობებს იმ იმედით, რომ ეს სიგიჟე გადაუვლიდათ, ოჯახს შექმნიდნენ და დაშოშმინდებოდა. პირობა იყო ასეთი. შუშინსკში თუ უნდოდა გადასვლა კრუპსკაიას, მას ჯვარი უნდა დაეწერა ულიანოვს. წყვილი დათანხმდა ამ პირობას და ნადეჟდა ჩადის შუშინსკში, მაგრამ მარტო არა, არამედ დედასთან ერთად. მოგვიანებით კრუპსკაია შუშინსკში გატარებულ წლებზე იტყვის, რომ ეს იყო ყველაზე ბედნიერი წლები ჩემს ცხოვრებაში. ნადეჟდას დედის, ელიზავეტა ვასილევნას როლი ქალიშვილის და სიძის თანაცხოვრებაში იყო ძალიან დიდი. გარდა იმისა, რომ კრუპსკაია შეუხედავი იყო, მას წარმოდგენა არ ჰქონდა სახლის საქმეებზე. საერთოდ არანაირი.
ამიტომ მათ სახლში დიასახლისი იქნება ელიზავეტა ვასილევი. ლენინი ხუმრობდა, ჩემმა ცოლმა რაც არ უნდა გააკეთოს, ბოლოს მაინც შემწვარი კერძი გამოსდისო, ანუ ყველაფერი ეწვებოდა. ზოგადად სამეურნეო და ესეთ საოჯახო ფულის საკითხებში ულიანოვიც საკმარისად ინფანტილური იყო, არც მას და არც მის ცოლს წარმოდგენა არ ჰქონდათ და ზოგადად არც აინტერესებდათ ამ ფული საიდან ჰქონდათ, ან საჭმელი საიდან ჩნდებოდა. ეს კარგად გამოჩნდება სახელმწიფოს მართვას რომ დაიწყებენ მაშინ. ამიტომ, როდესაც 1915 წელს კრუპსკაიას დედა ცյურიხში გარდაიცვალა, ცოლ-ქმარს საჭმელი, რომ ეჭამა სასადილოებში უწევდათ სიარული. ნადეჟდა შეყვარებული იყო ქმარზე. ქმარი მასზე როგორც ჩანს არა. ეხლა თავად როგორ ხედავდა თავს კრუპსკაია, როგორც ქალს. ის თვლიდა, რომ კაშკაშა არ იყო, მაგრამ იყო სასიამოვნო ქალი. ასეთი ფორმულაც მოუფიქრა საკუთარ თავს, რუსული ბუნებასავით ვარ, კაშკაშა ფერები ჩემში არ არის. ანუ ძალიან მოგრძალებულიც არ იყო, საკმაოდ დიდი წარმოდგენა ჰქონდა თავის თავს. სხვები მისი ერთზე გაცილებით დაბალი წარმოდგენის იყვნენ, მაგალითად ლენინის და ანა ულიანოვა. ლენინს ჰყავდა 3 და. ანა ულიანოვა ელიზაროვა, ოლგა და მარია. აქედან ოლგა ყველაზე ნიჭიერი, რომელიც იყო, ახალგაზრდა სტუდენტი გარდაიცვალა ტიფით სანქტ-პეტერბურგში. ლენინს ეს თავისი დები უყვარდა, რამდენადაც შეეძლო სიყვარული. ანა ულიანოვა საკმაოდ ხისტი ქალი იყო და ის ასე წერდა კრუპსკაიაზე მოსკოვში. ჩვენთან ეხლა სტუმრად არის ნაძა, ის ქაშახს გავს. ნადეჟდას ბაზედოვის დაავადება ჰქონდა ახალგაზრდობიდან, ამაზე ვილაპარაკებთ ქვემოთ და ეს გაფართოებული თვალის გუგები ამ დაავადების კლასიკური სიმპტომია. ლენინმაც კი მას პარტიულ მეტსახელად შეარქვა თევზი ან სალამურა. სალამურა არის თევზის სახეობა. გასაგებია, რომ მომხიბვლელ ქალად არ თვლიდა. მოკლედ ასე იყო თუ ისე, თავისი ქმრის მეგობარი ის ნამდვილად იყო და არა უბრალოდ მეგობარი, არამედ მისი თანამოაზრე აბსოლუტურად ყველაფერში და ასე იქნება ცხოვრების ბოლომდე. ყველაფერს ის უკეთებდა, 1000-ჯერ გადაწერდა ხოლმე მის ტექსტებს, მდივანიც ის იყო, მის წერილებზეც ის პასუხობდა. მოკლედ იყო იდეალური თანაშემწე, თან ძალიან ენერგიული და უკიდურესად შრომის მოყვარე. ის ქმართან ურთიერთობაზე შემდეგ ლაპარაკობდა სხვადასხვა დროს, მაგალითად ლენინის სიკვდილის შემდეგ, როგორც ჩანს, იმაზე მინიშნებით, რომ ისინი მხოლოდ თანამოაზრეები, მეგობრები არ იყვნენ და ამის მიღმა ჰქონდათ ურთიერთობა, როგორც შეყვარებულ ცოლ-ქმარს, ამბობდა ასეთ რამეს. მიღებულია თითქოს ლენინი მეოჯახე იყო, მეშანიო, რომლისთვისაც ყოფითი საკითხები მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეს არასწორია. არ იყო ასეთიო. ჩვენ ვიყავით ახალგაზრდები, ის იყო ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე უყვარდა. ამის არც უარყოფა და არც დადასტურება არავის შეუძლია. მოცემულობაა, რომ სწორედ კრუპსკაიას მოგონებებით ჩამოყალიბდა ბევრი დოგმა და წარმოდგენა ლენინის შესახებ. 1899 წელს საბოლოოდ გაირკვა, რომ კრუპსკაია სერიოზულად არის ავად. მას ჰქონდა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. მაშინ ბაზედოვის დაავადებას უწოდებდნენ. ის ცდილობდა მკურნალობას, როდესაც ემიგრაციაში ცხოვრობდნენ შვეიცარიაში, გერმანიაში, საუკეთესო ექიმებს აკითხავდა, მაგრამ ვერ განიკურნა. ამ წყვილის უშვილობაც დიდწილად ამასთან არის დაკავშირებული. ჩვენ არ ვიცით ლენინი რამდენად ჯანმრთელი იყო იმისთვის, რომ შვილი ჰყოლოდა, არ არსებობს ამის შესახებ რაიმე ცნობები, მაგრამ კრუპსკაიას ეს პრობლემა ნამდვილად ჰქონდა. ბევრი წლის შემდეგ ის ბევრჯერ აღიარებს ვიწრო წრეში, რომ ძალიან უნდოდა შვილი, რომ უნდოდა შვილიშვილების მოვლა. მოგვიანებით ის ბავშვების აღზრდას მთელ ნაშრომებს მიუძღვის. თავად შვილი არ ყავდა, მაგრამ სხვებს ასწავლიდა, როგორ უნდა აღეზარდათ შვილები. მეორე მხრივ ირგვლივ უამრავი ბავშვი იყო, მით უფრო რევოლუციის შემდეგ რამდენი უსახლკარო და შესაფარებელი ბავშვი იყო იმპერიაში, მაგრამ ამ წყვილს ბავშვი არა უყვანია, თუმცა არსებობს ერთი ისტორია, რომელსაც აღწერს ზლატა ლინინა. რევოლუციონერი, ჟურნალისტი, რომელიც ამ წყვილთან მეგობრობდა და იყო ლენინის ასევე ახლო მეგობრის, როგორებიც მას ძალიან ცოტა ჰყავდა, გრიგორი ზინოვიევის ცოლი. ეს ქალი იყო ასევე ლენინის შესახებ საბავშვო წიგნების ერთ-ერთი პირველი ავტორი. 1929 წელს ის გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი. გრიგორი ზინოვიევი და ზლატა ლინინა ლენინთან და კრუპსკაიასთან ერთად და სწორედ მათ დროს ცხოვრობდნენ ემიგრაციაში. მათ ჰყავდათ შვილი სტეფანი.
ლენის ბავშვი ძალიან მოსწონდა და ხშირად ეთამაშებოდა, მეგობრობდა ამ ბავშვთან. იმდენად მოსწონდა, რომ რაღაც მომენტში ზინოვიევს თხოვა ეს ბავშვი მისთვის მიეცა, იშვილებდა. მაგრამ ზინოვიევმა უარი უთხრა. არადა შეიძლება ამ ფაქტს სტეფანე ზინოვიევი გადაერჩინა როგორც ლენინის შვილი, რადგან დიდი ტერორის დროს სტალინი დახვრեց ზინოვიევსაც და მის შვილსაც. ზლატა ლენინა ვერ მოესწრო ამას, როგორც გითხარით 1929 წელს ის საკუთარი სიკვდილით, ანუ ავადმყოფობით გარდაიცვალა, მაგრამ სიკვდილამდე 1 წლით ადრე ისიც მოყვა პატარა რეპრესიაში, როდესაც ლენინგრადის ოპოზიციის საწინააღმდეგო კამპანია გაჩაღდა, ზლატა ლენინა პარტიიდან გარიცხეს, მაგრამ 1 წელიწადში აღიდგენს თავს, ოღონდ მალევე გარდაიცვალა. თანამედროვე ეპოქაში ლენინის შესახებ მითოლოგია არ არსებობს. არის ხალხი, რომელმაც ვინ იყო, ისიც არ იცის, ზოგს შეიძლება კომპოზიტორიც გონია. მაგრამ საბჭოთა დროს, როდესაც ყველამ იცოდა ლენინის სახელი, არსებობდა ლენინური მითოლოგია, რომელიც შეიქმნა სტალინის დროს და რომელშიც ლენინის მეგობარი, უფრო ზუსტად თანამებრძოლი, იყო მხოლოდ იოსებ სტალინი. ყველა მოკლა მან: ტროცკი, ბუხარინი, ზინოვიევი, რიკოვი და სხვები. მაგალითად, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს თავდაცვის მინისტრი და წითელი არმიის შემქმნელი იყო ტროცკი და მას ჰყავდა მოადგილე ეფრაიმ სკლიანსკი, ახალგაზრდა 30 წლამდე ბიჭი, რომელიც ხელმძღვანელობდა წითელ არმიას და მის გამარჯვებაში, აი ამ სამოქალაქო ომის დროს მას ჰქონდა გადამწყვეტი როლი. ლენინი მას ძალიან ენდობოდა, ეს ჩანს მათ შორის მიმოწერაშიც. ყველა ეს ადამიანი ლენინის სიკვდილის შემდეგ გაქრება. მათ თითქოს წაშლიან. ჯერ ფიზიკურად გააქრობენ, შემდეგ კი სახელმძღვანელოებიდანაც ამოიღებენ. დარჩა მხოლოდ 2 კაცი: დერჟინსკი და სვერდლოვი, რომლებიც უბრალოდ ადრე მოკვდნენ და ისინი დატოვა სტალინმა სახელმძღვანელოებში, თან მის გარდა ვინმე ხომ უნდა ყოფილიყო კიდევ ლენინის გვერდით. 1901 წლიდან ლენინი და კრუპსკაია არიან ემიგრაციაში, ჯერ მიუნხენში. გაზეთებს გამოსცემენ. შემდეგ ძირითადად შვეიცარიაში, თუ არ ჩავთვლით პატარა მონაკვეთს, როდესაც 1905 წლის რევოლუციის დროს ერთად ჩავლენ რუსეთში. შემდეგ ისევ შვეიცარიაში დასახლდებიან. კრუპსკაიას აღელვებდა ის, რომ ლენინი საერთოდ არ იყო რუსეთში 10 წლის განმავლობაში ნამყოფი და ეს ფაქტი შეიძლება განემართათ ისე, რომ ისინი რაღაც ბურჟუებივით ცხოვრობდნენ ევროპაში. შეიძლება ბევრი ფული არ ჰქონდათ, მაგრამ მართლაც მშვენივრად ცხოვრობდნენ. ლენინს დედამისიც უგზავნიდა ფულს, პარტიიდანაც ჰქონდა შემოსავალი და ყაჩაღობებსაც ახალისებდა იმპერიაში, მათ შორის ერთ-ერთი თბილისშიც მოხდა კამოს ხელმძღვანელობით. თან ეს კრუპსკაიაც იოლი შესანახი იყო, ჩაცმამას არ უყვარდა და გაბრანჭვა, სულ მის გვერდით იყო, ნახევარი ნაბიჯით უკან და ასე გრძელდებოდა, ვიდრე ვლადიმერ ულიანოვის ცხოვრებაში არ გაჩნდა ქალი სახელად ინესა არმანდი. ახალგაზრდა, კაშკაშა და ლამაზი. ინესა არმანდი იყო ფრანგი დიდგვაროვნების შთამომავალი, ის დიდხანს ცხოვრობდა რუსეთში და ცოლად გაჰყვა ნაპოლეონის პერიოდიდან გარუსებული ფრანგების ოჯახის წარმომადგენელს ალექსანდრ არმანს. ბევრი შვილი გააჩინა მისგან, 4 შვილი ჰყავდათ. იყვნენ ღია ქორწინებაში, რაც ნიშნავს, რომ არ ზღუდავდნენ ერთმანეთს სხვა პარტნიორებთან ურთიერთობის გამო. შემდეგ ინესა რომანს გააბამს ქმრის უმცროს ძმასთან, ვლადიმერთან და მისგანაც გააჩენს შვილს ანდრეის. ეს ანდრეი საინტერესო პერსონაჟია, დიდხანს ითვლებოდა ლენინის უკანონო შვილად, მაგრამ ისტორიკოსები უარყოფენ ამას. ანდრეი არმანდი არ იყო ლენინის შვილი, ის იყო საბჭოთა არმიის ოფიცერი და დაიღუპა 1954 წელს ლიეტუვაში, ამ ქვეყნის ტერიტორიის გათავისუფლების დროს ფაშისტებისგან. ლენინზე ინესა არმანდმა მოახდინა ძალიან დიდი შთაბეჭდილება და გარდა იმისა, რომ კრუპსკაიას ანტიპოდი იყო გარეგნულად, ისიც ლენინის თანამოაზრე იყო. სხვა შეხედულებების ქალი მას არ მოეწონებოდა. ზოგადად ქალები ლენინის ცხოვრებაში სერიოზულ როლს არ ასრულებდნენ და რამდენად მომხიბვლელი იყო ის თავად, როგორც კაცი ქალებისთვის, ეს ძალიან სადავოა. მის სამყაროში ქალებს ჰქონდათ დამატებით რაღაც დამხმარე როლი და არანაირად წამყვანი. რევოლუცია იყო მისთვის პირველ ადგილზე და ყველაფერი დანარჩენი მიათესა. მოკლედ ინესა არმანდმა და ვლადიმერ ულიანოვმა ერთმანეთი გაიცნეს პარიზთან, ბონჟურნოს ცნობილ სკოლაში. ესაა 1910 წელი და არმანდიც მოიხიბლა ლენინით, გარდა იმისა, რომ ეს ქალი იყო ძალიან კაშკაშა და იზიარებდა ლენინის აზრებს, ის ეხმარებოდა მას.
თარგმნაში ფრანგულიდან რაღაცებს უთარგმნიდა. იყო თავისუფალი ქალი, სექსუალურად გახსნილი. ისტორიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ინესა არმანდი თანახმა იყო სამივეს ერთად ეცხოვრა, გულისხმობს სამკუთხედს ამ სიტყვის ძალიან კონკრეტული მნიშვნელობით, მაგრამ ლენინი არ აღმოჩნდა მზად. ეს ახალშეყვარებული წყვილი ძალიან თბილად და პატივისცემით ეპყრობოდა კრუპსკაიას, კრუპსკაია და ლენინი კი არმანს. ეს ყველაფერი ხდებოდა კორექტულობის ფარგლებში. თუ შეიძლება რომ კორექტული უწოდო ამ ურთიერთობას ემიგრაციაში ცხოვრების დროს, როდესაც ყველა ერთად ატარებდა დროს და ყველაფერი ხელის გულზე ჩანდა. ალექსანდრე სოლჟენიცინს თავის წითელ ბორბალში აქვს ასეთი ფრაგმენტი, რომელსაც ქვია ლენინი ციურიხში და იქ ასეთი მომენტია, ზარი გაისმის და ლენინი გარბის გიჟივით, რადგან შეიძლება არმანდი ურეკავდეს. მწერალმა აქ აჩვენა ლენინის დამოკიდებულების სიმძაფრე ამ ქალის მიმართ, მოკლედ უყვარდა ეს ქალი. ბევრი რომ არ ვილაპარაკო. რაღაც მომენტში კრუპსკაია შესთავაზებს მას, რომ წავიდოდა და ამ ორს მარტო დატოვებდა, მაგრამ ლენინისთვის საკითხი ასე არ იდგა, ის არ დათანხმდა ამას და საბოლოოდ წავიდა ინესა არმანდი. მათ ურთიერთობა შეინარჩუნეს, დარჩნენ მეგობრებად, მხოლოდ ერთი წერილია მათი მიმოწერიდან შემორჩენილი, ლენინმა სთხოვა მას სხვა წერილები გაენადგურებინა, როდესაც ქვეყნის სათავეში აღმოჩნდა, არ უნდოდა ამ მიმოწერას დაეზიანებინა ის რეპუტაციულად, როგორც ჩანს და ამ წერილიდანაც, გადარჩენილი წერილიდან ჩანს, რომ ისინი ძალიან ახლობელ ადამიანებად თვლიდნენ ერთმანეთს. ეს მიმოწერა არ შეწყვეტილა მაშინაც კი, როდესაც ლენინი ქვეყნის ხელმძღვანელი გახდა, სამოქალაქო ომის დროსაც კი ამ ქალისთვის ყოველთვის ეცალა. ამ წერილებში ის ხან თქვენობით მიმართავდა მას, ხან შენობით. ლენინი საერთოდ შენობით ძალიან ცოტა ადამიანს მიმართავდა. ის შენობით იყო გრიგორი ზინოვიევთან და მარკ ელიზაროვთან, თავის სიძესთან, დისგმართან. ელიზაროვი იდეოლოგიურად შორს იყო მისგან, მაგრამ წესიერი კაცი იყო და ლენინს როგორც ჩანს უყვარდა. რამდენადაც შეეძლო. ალბათ, რადგან ძალიან ბრაზიანი, ხისტი და ბოროტი კაცი იყო, თუმცა შიგადაშიგ რაღაც სენტიმენტები ჰქონდა. ორჯერ ჰყავთ ნანახი მტირალი, როგორც ცნობილია, ერთხელ ამ თავისი სიძის მარკ ელიზაროვის დაკრძალვაზე და ინესა არმანდის დაკრძალვაზე. ის უვლიდა ამ ქალს თავიდან დანიშნა პარტიის ცეკას ქალების განყოფილების უფროსად. ბინითაც უზრუნველყო სამედიცინო მოვლით და კავკასიაში გააგზავნა დასასვენებლად. ბესლანში ინესა არმანდი დაავადდება ქოლერით და გარდაიცვლება. ლენინისთვის ეს იყო საშინელი შოკი. ცნობილია, როგორ ასაფლავებდნენ მას და ეს არის საკმაოდ მძიმე სურათი. გარდაიცვალა 1920 წლის 24 სექტემბერს, 8 დღე მისი გვამი ნალჩიკის მორგში ესვენა, რადგან ტრანსპორტირების პრობლემა იყო. შემდეგ მას ცინკის კუბოთი ჩაასვენებენ მოსკოვში და ლენინი კრუპსკაიასთან ერთად მიჰყვება ამ პროცესიას მთელი მოსკოვის გავლით ყაზანის სადგურიდან საბჭოების სახლისკენ. დაკრძალულია ინესა არმანდი კრემლის კედელთან, კრემლის ნეკროპოლში. კიდევ ერთი ცნობილი ბოლშევიკი ქალი, ალექსანდრა კოლონტაი, რომელიც ეკონკურენტებოდა არმანს იმ თვალსაზრისით, რომ პირველი ქალი უნდოდა ყოფილიყო, როგორც რევოლუციონერი და ლამაზი ქალი და არმანდის თანამდებობას დაიკავებს კიდეც. ის იხსენებდა, ლენინს ვერ იცნობდი, გეშინოდა რომ უყურებდი, ისეთი განადგურებული იყო დარდისგანო ამ პროცესიის დროს, გასვენების დროს, თითქოს გონების დაკარგვის ზღვარზე იყო. კრუპსკაია მის გვერდით იყო, მეტიც კრუპსკაიას კაბინეტში ყოველთვის იყო ინესა არმანდის ფოტო და ამ ქალის შესახებ ის მხოლოდ კარგს ამბობდა. არმანდის გარდაცვალების შემდეგ მის ქალიშვილებთან ჰქონდა ძალიან თბილი ურთიერთობები. ინესა არმანდი გარდაიცვალა, მაგრამ კრუპსკაიასთვის ამას შვება არ მოუტანია. უკვე არც ახალგაზრდა იყო, ლენინიც ავად იყო ათეროსკლეროზით და სერიოზული პრობლემები ჰქონდათ წინ. თან ეს უკვე სხვა ტიპის პრობლემები იყო. ამასობაში სტალინს უკვე სერიოზული ძალაუფლება აქვს, ის პარტიაში, მათ შორის პასუხისმგებელია პროპაგანდაზეც, კრუპსკაია კი ასევე პასუხისმგებელია პროპაგანდაზე, ოღონდ განათლების კომისარიატში. თან ამ სტალინს ეს ქალების საკითხი საერთოდ არ აინტერესებს, ვიღაცებს დასცინის, კაცებს იმით, რომ გოგოებს ეძახის მათ, მაგრამ კრუპსკაიას ასე ღიად ვერ დაუპირისპირდებოდა, მაინც ლენინის ცოლი იყო. მაგრამ კრუპსკაია გრძნობს, რომ სტალინი რაღაც უფლებამოსილებებს ნელ-ნელა ხელიდან აცლის და ამას დაემატება ის, რომ რაღაც მომენტში სტალინი იგებს, რომ კრუპსკაია ლენინის რაღაც წერილებს გადასცემს ტროცკის.
და მოუწყობს მას ძალიან დიდ სკანდალს. არ უგინებია, მაგრამ ისეთები უთქვამს, რომ როგორც ლენინის და ანა იხსენებდა, კრუპსკაია სრულ ისტერიკაში ჩავარდა და ამ ისტერიკისგან იატაკზე გორავდა. მისი დაავადების ფონზე ეს გასაკვირი არ არის, ძალიან გრძნობიარე ნერვული სისტემა ჰქონდა, როგორც ლენინს. ისიც ძალიან ფიცხი და ხისტი იყო, კრუპსკაია ამით მას გავდა, მაგრამ ავადმყოფობის გამო კიდევ უფრო გამოხატული ჰქონდა ეს სიფიცხე. ლენინი ძალიან ავად არის, მაგრამ რაღაც მომენტში მოდის გონს და სტალინს წერს ძალიან მწვავე წერილს. ლამის დუელზე იწვევს მას. მისწერა, რომ ის ლენინი არ აპირებს იმის დავიწყებას, რაც მის წინააღმდეგ კეთდება, რომ ცოლის მიმართ სიუხეშეს ის აღიქვამს საკუთარი თავის შეურაცხყოფად და სთავაზობს სტალინს არჩევას. ან ბუდიში მოუხადოს ლენინს, ან გაწყვიტოს მასთან ურთიერთობა. სტალინმა ამას უპასუხა ზანტი ბოდიშით, რომ რადგან მთხოვთ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ რა გინდათ ჩემგან ვერ გავიგეო, რაღაც ასეთი პასუხი მისწერა. ლენინის სიკვდილის შემდეგ კრუპსკაია ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ის ძალიან განიცდიდა ქმრის სიკვდილს, წინააღმდეგი იყო მავზოლეუმში მისი დასვენების, მიაჩნდა, რომ ეს იყო წარმართობა და მარქსიზმ-ლენინიზმთან ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ სხვა გზა არ ექნება, შეეგუება. ამასთანავე მოესწრება ყველა თავისი მეგობრის და თანამოაზრის სიკვდილს დიდი ტერორის დროს და ვერაფერს გააკეთებს, რაც თავისთავად უკვე ძალიან მძიმე იყო მისთვის, როგორც ჩანს ალბათ. თავიდან, როდესაც სტალინმა დაიწყო ძველი ბოლშევიკების წმენდის კამპანია, ტროცკი უკვე განულებული ყავს და ნიკოლაი ბუხანის და ზინოვიევს ერჩის ამის შესახებ მე გიამბეთ სტალინის შესახებ ვიდეოში. ეს ის ზინოვიევია, რომლის შვილის შვილად აყვანაც უნდოდა ლენინს. კრუპსკაია შეეცდება მათ დაცვას, უშედეგოდ, მაგრამ შეეცდება. ის დაიმუქრა კიდეც, რომ რადგან არავინ უსმენს, დიდ ბრიტანეთში გადასახლდებოდა, თემთა პალატაში მისი შესაძლო ჩასვლის საკითხსაც განიხილავდნენ, მსჯელობდნენ უნდოდათ თუ არა კაციჭამია ლენინის ცოლი ქვეყანაში. მაგრამ ცხადია სურვილიც რომ ჰქონოდა, არავინ გაუშვებდა. ის ჩუმდება და ამის შემდეგ წყვეტს მსგავს ექსპერიმენტებს და საერთოდ აღარ ეწინააღმდეგება სტალინს. არსებობს ეპიზოდი, მაგალითად, რომ ბუხანის ერჩიან და ნიკოლაი ეჟოვი იმ პერიოდში შს კომისარი ბუხანის ახსენებს, რომ თავში რაღაცები აუვარდა, რომ წარმოიდგინა თითქოს ლენინის სიკვდილის დროს მის გვერდით იყო, რაც ტყუილიაო. არა და არ იყო ტყუილი, შემთხვევით ბუხანინი მართლაც აღმოჩნდა ლენინის გვერდით, როდესაც ის კვდებოდა და ცდილობს დაიმოწმოს კრუპსკაია და მიმართავს მას, მე ხომ იქ ვიყავი, თქვენ ხომ ნახეთო. ასეთ ტყუილს როგორ მაბრალებენო და კრუპსკაია დუმს. არ იმჩნევს, არ ესარჩლება. აღარ აინტერესებს. ამ დროს ის ცენზურის საქმეებით არის გართული. სტალინი მას დანიშნავს განათლების სახალხო კომისრის მოადგილედ და ის წყვეტს, რა სჭირდებათ ბავშვებს განათლებისთვის, რა ლიტერატურა ახდენს მათზე მავნეს ზეგავლენას და რა პირიქით და ისეთ ამბებს დაატრიალებს, როგორიც არავის არასდროს დასისმრებია. დაიწყებს იმით, რომ ბიბლიოთეკები უნდა გაიწმინდოს რელიგიური შინაარსის ლიტერატურისგან. მერე გადავა ავტორებს, რომლებიც წერდნენ ან ახსენებდნენ რწმენას ან რელიგიას რაიმე დადებით კონტექსტში და ასეთი იყო თითქმის ყველა რევოლუციამდელი ავტორი, რუსიც და უცხოელიც. მოკლედ თავს დაესხმება ყველაფერს, რაზე თავდასხმაც შეიძლებოდა. pravdaში გამოაქვეყნა წერილი ნიანგის და ჩუკოვსკის შესახებ და კორნეი ჩუკოვსკის აუგრძალა ზღაპრების წერა. 1940-იან წლებამდე კაცს ზღაპარი აღარ დაუწერია. მან გაუნადგურა საბჭოთა მკითხველს მსოფლიო ლიტერატურული კლასიკის დიდი ნაწილი. პლატონიდან და კანტიდან დაწყებული, ანდერსენის ზღაპრებით დამთავრებული და ეს შავი სიები, რომლებიც კრუპსკაიას ინიციატივის შედეგი იყო, ამა თუ იმ ფორმით იარსებებს საბჭოთა იმპერიის დანგრევამდე. და თან უბრალოდ კი არ ამოიღეს ეს წიგნები გამოყენებიდან, არამედ მათ ამუშავებდნენ მაკულატურაში აგზავნით. სტალინს კრუპსკაია არ უყვარდა, როგორც უკვე ვთქვით, ვიწრო წრეში ნათქვამიც ჰქონდა, რომ თუ კი ცუდად მოიქცეოდა ლენინს სხვა ქვრივს მოუძებნიდა, მაგრამ
1925 წლის შემდეგ, რადგან კრუპსკაია პოლიტიკაში არ ერეოდა, ამიტომ ლენინის ორდენსაც გადასცემენ. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორიც გახდება გამოქვეყნებული ნაშრომების საფუძველზე. ძალიან აქტიური და ენერგიული ქალი იყო სიცოცხლის ბოლომდე, შეეძლო ვიღაც პიონერებთან ჰქონოდა ხანგრძლივი მიმოწერა. თან ყველაფერს თავად აკეთებდა. არანაირი თანაშემწე არ სჭირდებოდა. მაგრამ ცხადია ბედნიერად თავს ალბათ ვერ გრძნობდა. თან სტალინიც შიგადაშიგ ახალ სატანჯველს მოუგონებდა ხოლმე, რაც როგორც ვიცით არ უჭირდა. მაგალითად, რაღაც პერიოდულობით ის მკვდარი ლენინის გვერდით უნდა მჯდარიყო მავზოლეუმში სკამზე, რამდენიმე საათის განმავლობაში. რაც ამ ავადმყოფი ქალისთვის ბუნებრივია იყო გაუსაცლისი. მაგრამ მიჯდა, რადგან წინააღმდეგობას ვერ წერდა. 1929 წელს ის აღნიშნავდა თავის დაბადების დღეს ვიწრო წრეში. გახდა 70 წლის. სტალინი მას გაუგზავნის ტორტს საჩუქრად. წვეულების დასრულებიდან მალევე ის გახდება ცუდად, გულის რევით და გულის წასვლით. ამან მომენტალურად გააჩინა ეჭვი, რომ ის რაღაც ისეც გეგმავდა, რომ მოწამლეს და მოწამლა, რა თქმა უნდა, სტალინი. იმის მიუხედავად, რომ ტორტი სტუმრებმაც მიირთვეს. კლასიკური შეთქმულების თეორია. მაგრამ უფრო საეჭვო არის ის, რომ სასწრაფო დახმარება მასთან არ მივიდა თითქმის 4 საათის განმავლობაში პირველი სიმპტომების გამოვლენიდან. შემდეგ არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და იმდენი მკურნალეს, რომ ბოლოს პერიტონიტით გარდაიცვალა. მას მოუწყვეს დიდი გასვენება, ხალხმრავალი პროცესიით და დამშვიდობებით. შემდეგ კი კრემაცია ჩაუტარეს და ურნა მისი ფერფლით კრემლის კედელში, კრემლის ნეკროპოლში მოათავსეს. თქვენ რას ფიქრობთ ნადეჟდა კრუპსკაიას ფიგურაზე? რა გრძნობას იწვევს ის თქვენში? თანაგრძნობას თუ ბრას? აუცილებლად მოგწერეთ კომენტარებში, მანამდე კი გამოიწერეთ ნამდვილი ისტორიები და დაელოდეთ ახალ ეპიზოდებს. ნახვამდის.